მოგწანდებით? კი, მოგწანდებით. თქვენ რო შევძანდებით შეიძლება. არა, მე კამერის გარეშე ავალ, ქალბატონ სოფოსთან. თქვენ მოგწანდებით ძალიან ახლოს. შევძანდებით. ეუბნებით თუ არ ვარ? ძალიან სწორი. რას გეუბნებათ, სოფო არა მოუშვათო? არა დაილეთ. ანუ აგიკრძალოთ ჩვენი შეშოლა. კი. სუსის ყოფილი შეფის, გრიგოლ ილუაშვილის მამიდის სახლი დაცვის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანილი. სადარბაზოში სატელევიზიო კამერის გამოჩენისთანავე განგაშს აცხადებენ. გრიგოლ ილუაშვილის მამიდის, თინა ლილუაშვილის შვილიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახლთან სისხლიანი ანგარიშწორების მოწყობაშია ბრალდებული. საპოლიციო მოქმედებები ჩატარდა ამ კორპუსში, მოვიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ძალოვანები იყვნენ, ერთი 9 ჯერ იყვნენ მოსული. როდის მოვიდნენ ბოლოს? დღეს. ესაც იყვნენ? კორპუსის დაცვის სამსახური ფარული გადაღების დროს შაბათის ეთერს უდასტურებს, რომ პოლიცია ვახტანგ გორგასლის გამზირზე ამ კორპუსში ლილუაშვილის ნათესავს საბას ახვაძეს რამდენჯერმე ეძებდა. ჩვენ ლილუაშვილის ბინასთან რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდით, თუმცა სამართალდამცავები აქ არ დაგვინახავს. ეს გარემოება გვიჩენს ეჭვს, რომ სუსის ყოფილი შეფის მამიდაშვილის ვაჟის ძებნა ფორმალურად მიმდინარეობს და მის სამართზე მხოლოდ იმისთვის მიდიან, რომ სამართალდამცავებმა ოქმი შეადგინონ. ზურაბიშვილის სახლთან იყოს სროლა. რატომ არ აკავებთ იმ ადამიანს, ვინც ორი ადამიანი დაჭრა თბილისის ცენტრში? ვინც დასაკავებული ყოველას ვაკავებთ. ჩვენ წყარო გვეუბნება, რომ თქვენი თანაგუნდელის ახლო ნათესავია და ამიტომ წყარო ცდება ალბათ, ცდება თქვენი წყარო. ანუ მეუბნებით, რომ დაკავებულია ბატონო ვახტანგ? არ ვიცი რა თემაზე მოვიდა, სროლა იყო და საქმე გამოძება დაიწყო. დასაკავებელი თუ იქნება დავაკავებთ პროკურატურასთან ერთად. თქვენი თანაგუნდელის ახლო ნათესავია. არავინარი ჩვენი ახლობელი არ არის. ვახტანგ გომელაური ახლა ცდილობს დაგვიმალოს, რომ ადამიანი, რომელსაც მისივე უწყება თბილისის ცენტრში, სისხლიანი ანგარიშწორების მოწყობას ედავება, მისი ყოფილი თანაგუნდელი სუსის ექს-შეფის გრიგოლ ილუაშვილის ახლო ნათესავია. გომელაური ბრაზდება, როდესაც ჩვენ მას ვეკითხებით, ხომ არ შეუწყეს ხელი გაქცევაში ბრალდებულს. არის ეჭვი, რომ ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარნენ დამნაშავეებს. ჩვენ მე დავეხმარე პირადად. თქვენ არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა თქვენ თანაგუნდელი. ყველას ვაკავებთ ვერცმუნეთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ამბავი სალომე ზურაბიშვილის სახლთან მომხდარ ინციდენტს ეხება. მოხდა და ამაზე გამოძება დაიწყო და მუშაობენ. დაგელოდებით და გთხოვთ იქნებ გადაამოწმოთ. ახლავე შეგიძლიათ? ახლავე უკაცრავად, ეხლა ცოტაზე მეტი ხომ არ მოგდის. არა, რატო? კიდე რამე დავალებებს ხომ არ მოცემ, შევასრულო კიდე. არ გაძლევთ. კომენტარი გავაკეთე და დაწყნადეთ. ამ კომენტარიდან რამდენიმე წუთში გომელაური როგორც ჩანს დეტალებს ამოწმებს და თავიდან უპასუხობს. ის უკვე აღარ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის სახლთან ორი კაცის დაჭრაში ბრალდებულმა 23 წლის საბას ახვაძემ საქართველოს საზღვარი არალეგალური გზით გადაკვეთა. ქვეყანა დაუტოვებთ თუ აბა მითხარით თქვენ. ძებნილია, რო ვიცოდეთ, არ დაუტოვებთ და სახშიც მეორე დავაკავებთ. ოფიციალურად არ გასულა და ქვეყანა დატოვა, არ დატოვა, სამე გაიპარა, გადაიპარა, გადმოიპარა, ჯერ არ ვიცით არაფერი. ხდება ხო? ყველა საზღვარზე როგორც შემოსვლა ხდება, გადმოყვანა ხდება, ესე გადაყვანა ხდება, დიდია საზღვარი. 100%-იანი გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ, რომ ეს გადაიპარა, გადმოიპარა, დამალულია, სოფელშია, თუ სათუ ტყეშია გაყვანილი. შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაციით, ერთი კვირის წინ თბილისის შუაგულში გუდიაშვილის მოედანთან უმისამართო სროლა საბას ახვაძემ მოაწყო. სახვაძე თინათინ ლილუაშვილის შვილიშვილია. თინათინ ლილუაშვილი ჩვენი ინფორმაციით გრიგოლ ლილუაშვილის მამიდა. შაბათის ეთერი ახლა რეგისტრაციის მისამართზე ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა. თუმცა თინათინ ლილუაშვილმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ქალბატონი თინა. თინა? დიახ. რა გნება? ან ქალბატონი სოფო. სოფო, ხუთი დაკარგა. ახლა გაგინებ. მადლობა. თქვენ ვიბრძანდებით? თამთა დოლენჯაშვილი ვარ, ქალბატონო, თქვენ ვიბრძანდებით? ვიბრძანდებით? გამარჯობა ბატონო, ქალბატონ თინასთან ვართ. აქ არ ცხოვრობს ქალბატონი თინა. ბატონო საბა თქვენ ბრძანდებით? საბა? დიახ. ლუკა ბრძანდებით? აბა ვიმძანდებით. რატო უნდა გაგი? ვაფშე საიდან შემოხვიდით? ქალბატონ თინასთან ვართ, გრიგოლ ილუაშვილის მამიდასთან. რატო უნდა თუ შეიძლება რა ჩემი სადავოა რა. შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილის სახლთან მოწყობილი უმისამართო სროლის ფაქტზე მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიცია გრიგოლ ლილუაშვილის ახლო ნათესავს ეძებს. ამ რეპორტაჟზე მუშაობა ჩვენ კვირას
4 მაისს დავიწყეთ. სროლიდან მე-5 დღეს 7 მაისს პროკურატურამ სახვაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. 8 მაისს მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს. დადებულმა საბა სახვაძე მუქთიად შეაფარების ნიადაგზე განაწილებულმა შვილის ძების მოტივით მათ საწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძიარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით განძრახ აგრეთვე ძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა თეურას ქრუიძეს მარცხენა ფეხის წვიმის არეში, ხოლო თორნიკე ბოლქვაძეს მარჯვენა ბარძახის ქვედა მესამედის ედიალურ ზედაპირზე. ასევე როგორც მოგახსენებთ, მას ბრალი ედება ასწავლებელი შედგენილი ზოთარიშვილის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა. სასამართლო პროცესზე, სადაც სისხლიანი გარჩევის მოწყობის ბრალდებით 23 წლის საბა სახვაძეს ასამართლებდნენ, მის ინტერესებს ოჯახის დაქირავებული ადვოკატიც კი არ იცავდა. სხდომაზე სახაზინო ადვოკატი მოვიდა. რატომ არ გამოცხადა დღის მდგომარეობა სასამართლოში? ჩნდება კითხვა პოლიციას, რომელიც ქუჩა-ქუჩა აქციის მონაწილეებს დაასდევს და რეპრესიებს უწყობს, როგორ გაექცა 23 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თბილისის ცენტრში გუდიაშვილის მოედანთან სისხლიანი ანგარიშწორების ღამე მოაწყო და 2 ადამიანი დაჭრა. გომელაურმა სახვაძე არ გააპარა, რადგან ლილუაშვილის საფუნათისავია? გითხარით მიმდინარეობს აღნიშნული პირის მიმართ ცოდნის ღონისძიებები და თქვენ ვინაიდან დაინტერესებული ბრძანდებით, ასე ვთქვათ, შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც მოიკითხავთ და მოგეწოდებათ შესაბამისი ინფორმაცია კანონით გათვალისწინებით. Რამდენი დღის განმავლობაში თვითონ დადგინდა მისი ადგილსამყოფელი? კვალიფიციურად ეძებენ სამართალდამცველები. საქმეში წარმოდგენილი არის ინფორმაცია მის თაობაზე, რომ აღნიშნული პირის მიმართ დადგენილი მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მის ოჯახშიც, მის ოჯახის წევრებთანაც. ასე რომ და რატო ვერ დადგინდა ამდენი დღის განმავლობაში სად იმყოფება ლილუაშვილის ახონათესავი ადამიანი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით 2 პირი დაჭრა ქალაქის ცენტრში? კარგით, მოდით გეტყვით, საერთოდ არ ვიცი ვიზა საუბრობთ, მოდი აქედან დავიწყოთ, გულწრფელად გეტყვით. ეს არაფერს არ ანიშნავს, მე როგორც გითხარით, არც წარსულში არსებული თანამდებობა, არც აწმყოში არსებული თანამდებობა არავის არ ათავისუფლებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ეს ბორის კუპტინის ქუჩაა, ადგილი, სადაც სალომე ზურაბიშვილის სახლია. საქართველოს პრეზიდენტმა 3 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის 4 საათზე მის ფანჯრებთან შეტაკებები იყო. ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური მხოლოდ დილით მივიდა და ტყუის მასრებს ეძებდა. შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ ამ სისხლიანი ანგარიშწორების დროს 2 პირი დაიჭრა. იცით რა, მე მომეჩვენ არ ვიცი, რომ სტარტები ისეთი რაღაცნაირი სროლა იყო. 3-4 გასროლა. 3-4 გასროლა? ვიკადრება. არ გვეკადრებაო? ვიკადრებაო ესეთი ამბავი. რამდენი გასროლა იყო დაახლოებით? რა ვიცი, ერთი ვაკი იყო ჩემი. არა. კი, ძალიან ბევრჯერ ისროლეს. ძალიან განვიცადეთ, ისეთი შიში მქონდა, ეხლა ხო არ შემოვარდება. არასასიამოვნო იყო, კიდე გადავრჩით თქო ვიძახი რომ რამე. როგორ არა, არც ერთი პოლიცია, რამდენი ხანი მიდიოდა ან რამდენი. არა, ხო რა. რატო, სად იყო პოლიცია? არა, აი ამ ბახთა ხო. ყოველდღე ამბობ. ყოველდღე სად ძილით რო არა გვაქვს და ვინ პატრონობს არა. ხო და რატო არ პატრონობს? რატო და განუკითხაობა და მიტომ მე ასე ვფიქრობ. უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ. არავის არაფერი არ აინტერესებს ხალხი. საერთოდ არავის არ აინტერესებს. თვითმხილველების მონათხრობით ირკვევა, რომ საბა სახვაძე მის თანმხლებ პირებთან ერთად ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. პროკურორი გვიდასტურებს, რომ სახვაძეს თან ჰქონდა არარეგისტრირებული იარაღი, რომლითაც 2 პირი დაჭრა. საბა სახვაძე უკანონოდ მართსაწინააღმდეგოდ ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომლიდანაც განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც აღნიშნულმა პირმა 2 პირს დაუზიანა ჯანმრთელობა. გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელი არის ის გარემოება, თუ როდის შეიძინა მან მართსაწინააღმდეგოდ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული იარაღი, როგორც მოისმინეთ ასევე თქვენ, ამ დროისთვის არ არის ნამდვილად ამოღებული, თუმცა დადგენილი არის მასრები, რომელიც მიეკუთვნება კონკრეტულად 2 კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიებს, ასე ვთქვათ, კუთვნილებას წარმოადგენს, მათ შორის სტეჩკინის და მაკაროვის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროისთვის ამოღებული არის 4 მასრა. იარაღით, რომლითაც თბილისის შუაგულში სისხლიანი ანგარიშწორების ღამე მოაწყეს, ჯერ გამოძიებას არ ამოუღია. სავარაუდოდ მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის არეში 2 ახალგაზრდა მამაკაცია დაჭრილი.
ისინი ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შაბათის ეთერმა მოიპოვა მტკიცებულებები სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც თორნიკე ბოლქვაძე რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. პირს აღენიშნება ბარძაყის ქვედა მესამედში ცეცხლნასროლი ჭრილობა. შემავალი ჭრილობა დაფლეთილი კიდეებით განთავსებულია მარცხენა ბარძაყის ქვედა მესამედზე. ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი, რომელიც საბა სახვაძემ დაჭრა, თემუკა ქვლევიძეა. მან კლინიკა დატოვა და ბინაზე აგრძელებს მკურნალობას. საბა სახვაძესთან მას დაპირისპირება ჰქონდა მანამდე? ვინ ბრძანდებით? მეტის წარმოადგენელი ვართ, უბრალოდ რის გამო დაჭრეს, რა მოხდა? ფაქტები არ ვიცი. როგორ არის გამოწერა ეს? კარგად ვარწევა. ბინაზე მკურნალობს ახლა? შაბათის ეთერს დაპირისპირების ეპიცენტრში გუდიაშვილის მოედანზე udasturებენ, რომ პოლიციამ სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები იმავე ღამეს ამოიღო. ანუ მალევე იცოდნენ თუ ვინ ისროლა და ვინ დაჭრა ორი ახალგაზრდა, თუმცა დამნაშავე გომელაურის უწყებას გაექცა. ქალბატონო ნუკა, ეს კამერები წაიღეს? წაიღეს. ჩანდა რამე თქვენს კამერაში? მას რომ კი არ ვიცი. მე არ ვიცი. გაქცევა ალბათ, ხო? და წავაღებულია ესე იგი. კი ბატონო. აქეთ გამოიყარეს ეს ჭირობა იმან მოხალისე. რა გააკეთე, საიდან კონდა? ჭუბებოდნენ თავს. რა გააკეთე, საიდან კონდაო? ამ საბას ეჭუბებოდნენ? საბას და ეს მართლა ღია ფერის რაღაცებია. ღია ფერის? მაღალი, ცოტა მოკლებული. გაჩვენებდით რა ფოტოს? ის იყო ყველაზე ისეთი. აქტიური? ნუ, ხო. რომელ საათზე მოვიდა პოლიცია? პოლიცია მოვიდა, პოლიცია საერთოდ არ იყო მოსული. იყო დაჭრასო ვიღაცა, ორი იყო დაჭრილი. საბა სახვაძის დედა გრიგოლ ილუაშვილის მამიდაშვილი სოფო ნიკოლაიშვილი საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელია. მისი სოციალური ქსელის შესწავლით დგინდება, რომ ის ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და პროევროპული აქციების მოწინააღმდეგეა. სოფიოს და მარიამი ამ დრომდე საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომელია. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ მამიდაშვილების დასაქმებაზე თავად გრიგოლ ილუაშვილმა ისრუნა. საქართველოს პრეზიდენტის სახლთან სისხლიანი გარჩევის საქმეს ძველი თბილისის განყოფილება იძიებს. იმის გამო, რომ საქმე სუსისყოფილი შეფის ახლო ნათესავს ეხება, ხომერ გააჭიანურა საქმეზე ძიება გომელაურის უწყებამ. ფორმალურად დაიწყო საქმის წარმოება, სინამდვილეში კი ბრალდებულს ქვეყნიდან გასვლის საშუალება მისცა. გრიგოლ ილუაშვილი თქვენთვის ავტორიტეტია ამ დრომდე? და ხელსაფარებთ მის ახლო ნათესავებს? კუპტირის ქუჩაზე რატომ მიხვედით გვიან? შეტყობინება შემოვიდა დილის 5 საათზე, თქვენ მიხვედით დილის 9 საათზე. ფარველოთ ილუაშვილის მამიდაშვილის შვილს. ამ დრომდე რატომ ვერ დააკავეთ? რატომ გაგეგცეთ საბა სახვაძე? სად არის ის? პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებში. რადგან ლილუაშვილის ახლო ნათესავი. ჩვენ პროკურორს ვკითხეთ, დატოვა თუ არა ქვეყანა ლილუაშვილის ნათესავმა, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად შეუყარდეს. ფაქტობრივად დატოვა საბა სახვაძემ საქართველოს? საბა სახვაძე საქართველოში იმყოფება, დანარჩენი მის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენეთ, ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები და დადგენილი იქნება აღნიშნულიც. სახვაძე არც გამოძიებას დაუკითხავს და არც მის სახაზინო ადვოკატს უნახავს დღემდე. თუმცა პროცესზე, სადაც მას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ლილუაშვილის ნათესავის სახაზინო ადვოკატმა თქვა, რომ სახვაძე ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. და სად იმყოფება? არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. მიმალვაშია ადვოკატმაც არ იცის, სად არის საბა სახვაძე? არ მაქვს ინფორმაცია. და არ ეკონტაქტეთ თქვენი დაცვაში? ვერ დავიკონტაქტე. ურეკავდით? კი. სახლში არ დაგვდათ? სახლში არ დაგვდათ. და სად არის ბოლო მონაცემი? არ ვიცი. ვერ მიაწვდინეთ უწყება? მე უწყებას არ ვაბარებ. და სახლში არ უთხრეს ოჯახის წევრებმა, პოლიციო ძალები ყოველდღიურად მიდიან, რომ ის არის ბრალდებული? პოლიციამ რა უთხრა მას არ ვიცი. ანუ საბა სახვაძემ არ იცის, რომ ახლა მას დაუსწრებლად წარუდგინეს პატიმრობა? ხო, სავარაუდოდ, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მასთან კომუნიკაცია არ მქონია. თუ არ მქონიათ, აბა რა იცით, რო არ არის დამნაშავე? ფიქრობ, რომ პოზიცია არ ვიცი მისი, შესაბამისად ვფიქრობ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ბანაზოდია, ლილუაშვილი მალავს საბა სახვაძეს. ლილუაშვილი? არ ვიცი. ვიზე საუბრობთ, არ ვიცი. სუსის ყოფილ შეფზე გრიგოლ ლილუაშვილზე. გრიგოლ ლილუაშვილს რა შეხება აქვს საბა სახვაძესთან არ ვიცი. საბა სახვაძის ბებია ლილუაშვილის მამიდა. საბა სახვაძის დედა პროკურატურაში მუშაობდა. როგორ გაექცა გომელაურს დამნაშავე თუ გააპარეს? რახან ლილუაშვილის ახლო ნათესავია? არ ვიცი.
საბა სახვაძე დღეიდან ოფიციალურად ძებნილია. გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი პროკურატურამ ძებნაზე დასვა და იმ შემთხვევაში თუ მისი დაკავება გონივრულ ვადაში არ მოხდება, სახვაძეს წითელ ცირკულარზე დასვამენ.